ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. ის მომხიბლავი და მიმზიდველია. ის მუდმივად გარშემორტყმულია თაყვანის მცემლებით. ის მოწონთ და უყვართ. მე რომ ნანკა კალატოზიშვილზე უკეთესი აღნაგობა გაქვს. მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ის მამაკაცია. შენი მშობლები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, შენ რომ არ გაჩენილიყავი. პროვინციელი ყმაწვილის სკანდალური გადაწყვეტილების აქამდე უცნობი დეტალები და პირველი ქართველი ტრანსექსუალის შოკის მომგვრელი სატელევიზიო აღსარება. ვინმე ცნობილ ადამიანზე იცი ისეთი რამ, მისი გახმაურებაც საფრთხეში ჩაგაგდებს. სტერეოტიპების ხვევის რევოლუციური პროცესი თუ მორალურ ფასეულობათა წაშლილი ზღვარი. ტრანსექსუალები გეებზე გაბედულები ხართ? პესო თუ ესო. რითი დასრულდება ორი საწყისის ერთპიროვნული ჭიდილი. ნახეთ, კესო აბრამიძის სიმართლის დრო. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარით. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარი. ის დღევანდელ სტუმარს კესარია აბრამიძე თქო. გამარჯობა. ო, რა ძლიერი ხელი გქონია, დაბძანდი. როგორ ხარ? კარგი, ავადებული. არაჩვეულებრივად გამოიყურები. ჩემ მეგობრებთან ერთად. წარმოგვიდგინე, ვინ არიან? მიშიკა, მადონა. მადონა? ძალიან სასიამოვნო. თქვენ ურჩიეთ მას მოსვლა თუ არა? ბატონო? ურჩიეთ მოსვლა თუ არა? ხომ არ ნერვიულობთ რომ? კი, რა თქმა უნდა. ურჩიეთ. რამდენი ხანია იცნობ? დაახლოებით 2 წელია. მიშიკოს გეძახდეთ სულ? ესე გაგით. აბა მიშა იყავით და ეხა გახდით მიშიკო. რატო რამე ახლო ურთიერთობა გაქვთ? ეს რას ნიშნავს? რა ვიგულისხმო? შემიძლია ბევრი რამე ვიგულისხმო. ხო. მეგობრები ხართ მხოლოდ და მხოლოდ? პლატონური ურთიერთობები გაქვთ? მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები. აი ეს მანდილოსანი არ გიზიდავთ? არ ქონდათ რაღაც? რამდენადაც თქვენ შეიძლება მოგიზიდოთ თქვენმა მეგობარმა, ისე მიზიდავს მეც. მე როგორც ვიცი, როცა მიშას გეძახდათ, მაშინ მეგობარი არ იყო. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. მიშიკომდე რაღაცნაირად ხომ მივედით? კი. მე როგორ მივედით? რა მოხდა? როგორ გითხრათ? ალბათ ახლო მეგობრობა. მხოლოდ და მხოლოდ. მხოლოდ და მხოლოდ. კი ბატონო, თქვენ დიდი ხანია იცნობთ? დაახლოებით 3 წელია. დაახლოებით 3 წელი. თქვენც პლატონური ურთიერთობები გქონდათ ყოველთვის? არა, მეგობრობთ, არაჩვეულებრივი ადამიანია. არა, მეგობრობთ თუ არა და მეგობრობთ? მეგობრობთ, მხოლოდ და მხოლოდ. ხო არ ნერვიულობთ? არა. საერთოდ. ძალიან კარგი. მოდი თავიდან აგიხსნით წესებს, არის ძალიან მარტივი წესები, არის რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება 6 კითხვისგან, ეს არის მარტივი კითხვები და შენ თუ გაყვალ ამ ეტაპს, გექნება 400 ლარი, ეს არის გარანტირებული თანხა. შემდეგ რა თქმა უნდა ეტაპები იცვლება და თანხის რაოდენობაც პროპორციულად იზრდება და იზრდება. როგორ გონია? მე მგონი ძალიან თამამი ადამიანი ხარ. რომელ ეტაპამდე მიყვა? რა თანხით წახვალ აქ? არ ვიცი. აი დიდი თანხა რომ მოიგურათ რა აკეთე? ან რას გაიკეთე? გავიკეთებ. ნუ რას გავიკეთებ, მაგას ჩემთვის დავიტოვებ, იმიტომ რომ სიმართლის დროში ხარ, მოსწრებ დღეს შენთვის მე მგონი ვერაფერს ვერ დაიტოვებ. როგორ? ანუ რას გავიკეთებ? ან მოვიფიქრებ გადაწყვეტილი არ გაიქეთებ, რას გავიკეთებ და რას გავაკეთებ. სახეს არ შეეხო. არ გჭირდება არაფერი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სახე გაქვს. მადლობა, შენცეცება. მადლობთ. ზუსტად აი ესეთ თემებს უნდა შევეხოთ დღეს და არა მარტო ასეთ თემებს, ძალიან ბევრ თემას შევეხებით. აი როგორ ფიქრობ? მე რამე უნდა შევიცვალო გარეგნობაში? მე. მე მგონი კერდი გჭირდება. თუ არ. მე მგონი ორივე გჭირდება. შეიძლება. შენ არ გაკეთებ, გაკეთებული.
მოდით, გინდა დაგისახო პირველი კითხვა, ნელა რაღაცნაირად რომ ეს ნერვიულობა მოგეშვას. არა, აბსოლუტურად არ მეტყობა რამე რომ ნერვიულობ საერთოდ. ყოველთვის ნერვიულობა ამ წითელ სკამზე ჩდებიან, მაგრამ შენ ისე გიხდება ეს წითელი სკამი. ალბათ იმიტომ რომ შავი რა თქმა უნდა. რაღაცა არ ვიცი. მოდი დაგისვამ პირველ კითხვას და მე გადავიდეთ კიდე დავწვრილ მანდად. ჩვენ ყავს ხოლმე სპეციალური სტუმრები და დღეს როგორც ჩანს სპეციალური სტუმარი მე ვიქნები. მადლობ ფსიქოლოგებს. თვლი რომ ნანკა კალატოზიშვილზე უკეთესი აღნაგობა გაქვს. არ მოგერიდოს. შეგიძლია დამათვალე, აი როგორ დავდგე არც კი ვიცი. რაღაცნაირად ვარ, ვერ გავიხდი. ეს უკვე ვიცით რომ შესაძლებელია. კი. კი. ძალიან კარგი. ეს პასუხი არის სიმართლე. ოკეი, ეს მართალი პასუხი, კიდევ 400 ლარი სოფელი გახდება. აი მე ხომ მივხვდი რომ რაღაცა მაინც და მაინც აი ძალიან ლამაზი ხარ. მე მინდა შენგან რაღაცები ვისწავლო. მე ხა როგორც დაგინახე, არაჩვეულებრივად გამოიარე. მაყურებელმა არ ვიცეს დაინახათ ვარ და შეგიძლია როგორც პოდიუმზე გაიარო. გაიარ გამა. არ ვითომ მე ვარ ფრენდლი ხი და მასწავლი რაღაცა. სიარული. მაშინ მე მართლა გიჭირს კუსლებზე სიარული. აი მართლა გიჭირს იმიტომ რომ გადაცემის წინ ცოტა რაღაცა ისე ვერა. აი ეს უნდა გავაკეთო? არა. აი დგომის მომენტი მაინტერესებს. მე მაგალითად არ ვიცი. არა, წეგანი იტაკი ესე. ხო, მე საშინაოდ ეს გავარ. არა ქალური დგომა. გეუბნები შეაგონია მე შეცდომით ვარ ახლა. ნუ ქალმა მე მგონი უფრო ახლოს უნდა მიიტანოს ფეხი. და ფეხი ესე? შეიძლება უფრო სექსუალური იქნება თუ ეს. ხო და მასწავლე თქო. აბა გაიარე, მასწავლე რა. გამომყვები? მე გამოყვები, მიდი. მეგობრებო. არაჩვეულებრივი. მაგრამ მე ესე ვერ ვიზავ. ვაუ, აპლოდისმენტები. არა, მე ამდენს ვერ ვიზავ, ნამდვილად, მეგობრებო, მე მაპატიეთ. ჩვენ მერე ცალკე მასწავლე მასტერ-კლასები გამატარე. შენ რამდენიც ვიცი, თბილისელი არ ხარ, ხო? არა. ვანიდან ხარ თუ არ ვიცი? თბილისელი არ ხარ, მაგრამ თბილისის პატარა ქალაქია და ყველაფერი ვიცით. ვანიდან ხარ წარმოშობით. ბავშვობიდან ესეთი უცნაური ხარ? კი. უცნაური საერთოდ არა, ნუ უცნაურია შეიძლება ეს მიმზიდველი საინტერესო, ვანელებს აბნევდი, არ აბნევდი. არა, იცი შეჩვეული იყვნენ. აბნევდი არა, ნუ ახლა ზუსტად რას გეკითხები? ახლა მე ძალიან ბევრი მამაკაცი იყო, რომელმაც აი ეს გამოგაყოლა თვალი და მოგეს ძალიან იმიტომ რომ ალბათ ჩემი გარეგნული მონაცემები გამომდინე და მე არ შემიძლია იმის თქვათ რომ აი ბანში უფრო მეტ ყურადღებას მაქცევენ უფრო უკეთ ვიდრე თბილისში. ნუ ერთ დონეზეა ჩემთვის. ანუ როგორი პროგრესულია ვანი? არაჩვეულებრივია. და მე ვიცნობ ვანილ ყმაწვილს, რომელიც შენ გიცნობს და ну აი ბავშვობიდან აღფრთოვანებულები იყვნენ შენით მე როგორც მითხრა. ძალიან ბევრ გადაცემაში იყავ მიწვეული, ну არაერთი, ხო? საინტერესო ადამიანი ხარ? ну ალბათ კი არა, კი, თვლი რომ საინტერესო ადამიანი. რა ვიცი, ამ ბევრი პროფესია მოხდეს, ვიზაჟისტი, მოდელი და ერთ პროფესიას არ მინდა რომ თქვა. და სკოლა ანუ დაამთავრე ვანში და უმაღლესში სწავლობდი? არა, ტექნიკური საკანებია. გაჩერდი სადღაც, ხო? რატო არ დაგაინტერესა? მე მგონი არა, ну გაჩერება ვამჯობინე. ну ცხოვრებაში რაღაც წამოვიდა სტიმული ისეთი, რაც დამატორმოს აიცის სწავლისკენ. და ახლა გაქვს შეხება კლასელებთან? თქვა ну იშვიათად, მაგრამ შეკრებები არ გაქვთ მოკლედ. არ ყავს მეგობრები თქვა. არა, როგორ არა, ძალიან დიდი სკოლის ბანკეტი გქონია? კი. აი ესე რამდენი ხანია გამოიყურებ? სულ ალბათ. ბავშვობიდან. გასაგები. ვანელი თაყვანისცემლები არ ყოლია? რომლებიც აფიშირებას ახდენენ და მე ვიცი რომ ყოლია, მაგრამ აფიშირებას ვიცი. თაყვანისცემლები ძალიან ბევრი ყოლია, ძალიან ბევრი ყავს, მაგრამ აფიშირებას ყველა ვერ ახდენს, იმიტომ რომ საქართველოა და ცოტა მოდი მეორე კითხვას დაგისვა.
ორდინალურობა რომ არა, უბრალო. უინტერესო. პროვინციულ ბიჭად დარჩებოდი. კი. ეს პასუხი არის მომწონს. რა. ეს. დავიკა. არა შენი. აუ დარგაბა. სულ არ ნერვიულობ. პასუხს დაელოდა. სიმართლე. დილოცავ უკვე გაქვს ორი მარტივი კითხვის პასუხი და მართალი პასუხი. 2 წუთის წინ არც კი რაღაცა მოგეწონა აქ, ხო? გაისექსუალი შეიძლება ბისექსუალიც იყოს. შეიძლება, მაგრამ მე არ ვარ. არა, უბრალოდ დგომა მომეწონა. ქალები არ გიხედავს? არა. მე ვიცი რომ შესასწრელი ვარ და მე ნომათვალიერებ. მომესმის რომ არ მოგწონა. არა, მომწოხარ. ძალიან კარგი ხარ. საინტერესო. რა მაინტერესებს? ყავს 2 და ხო? 3 და ყავს. ესე იგი, მოდი დებს მე კიდე დაუბრუნდები. როგორ აი ზოგადად საზოგადოება, შენერ ადამიანები, როგორ ფიქრობ ყოველ შემთხვევაში, უნდობლობას იწვევენ? ან რის გამო ხდება ეს? ნუ ჩემ შემთხვევაში პირიქით. პირიქით ნდობით აღჭურვილი ადამიანები ხარ. საკმაოდ ესეთი ქალები, რომელიც ჩემგან რჩევებს. ფსიქოლოგიურ ან დახმარებას. პროვატ ყოველ შემთხვევაში ახალი, რაღაცა განსხვავებული აშინებს ადამიანს, ხო ფაქტია? და დღეს რომ აი ესეთი ხარ, აი როგორ მიხვედი? ერთი ვანელი ბიჭი იყავი და აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მოვიცი, ნუ ესეთი გავჩნდები. ესეთი გაჩნდი, ესეთი აი როგორ გაჩნდი ეს? ნუ ესეთი მე არაფერი არ გამიკეთებია იმისთვის, თქვათ რომ ესეთი ყოფილიყავი ვიზუალურად. ნუ ესე დავიბადე ესეთი გავჩნდები. მოდი დავაფიქსიროთ შენი ორიენტაცია ზოგადად, იმიტომ რომ ბევრი კითხვა გაჩნდება და მე დარწმუნებული ვარ ამასთან პრობლემა არ გაქვს, თან მით უმეტეს შენ ყველა კითხვა იცის, თან სიმართლის დროში ხარ და თან ტრანსექსუალი. ტრანსექსუალი, არა აპლოდისმენტებს რატო არ ვიტყვია? ადამიანმა აღიარა. ნუ ეს პირველად არ მიღიარებია, ეს უკვე 5 წელია ტრიალებს ხოლმე. უცხოეთის ბევრია ტრანსექსუალი, ბევრს იცნობ. არა, ბევრს არ ვიცნობ. არა ხო? ბევრი მამაკაცი შეგიყვანია შეცდომაში შენი გარეგნობით. არა, შეცდომაში მე არ შემიყვანია, ეს ბუნებრივად ხდება ჩემ შემთხვევაში შეცდომაში შესვლა. კარგი, მაშინ მოდი ორგანულად გადავიდეთ ახლა მესამე კითხვაზე. ტრანსექსუალების ნდობა შეიძლება? მოდი პასუხს გაგცემ. მარტივი პასუხი მინდა და მე თვითონ რაღაცა ამიხსენ თუ ნუ ამიხსენ. კი, შეიძლება. შეიძლება. ეს პასუხი არის სიმართლე. როგორი განწყობა გაქვს? ძალიან კარგი. არაჩვეულებ. ცოტა მეძინება თორე. შენ ისეთი თამამი ხარ, რომ მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მოთამაშე იქნება და მოთამაშე რომელიც ალბათ უფრო ზევი და ზევით წავა და შეიძლება რაღაც დიდი თანხაც მოიგოს. მე ყოველ შემთხვევაში ამას გისურვებ. ძალიან გულშემატკივრობ მართალი რომ გითხრა. მოდი დაუბრუნოთ ახლა შენს დებს. ყავს 3 და. გაქვს ანუ როგორი ურთიერთობა გაქვს? კარგი. აქტიურად ხედავთ, პრობლემები არ გაქვს? რომ მე ისინი იქ არიან? ნუ ზოგისაც, მაგრამ მე ჩემთვისა და ძალიან გათხოვილები. კი, ანუ როცა ოჯახში ვიკრიბებით ყველანო. ანუ ოჯახები ყავთ 3-ს? კი. მათ ხმებს როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენს მიმართ? ხო, ნორმალურად. კარგი. არც არ ვიძახი რაღაც ხო შეიძლება უცებ მიხვდა რაღაცნაირად გიყურებს. ნუ არა, არანაირად არ. შეყვარებული მეუღლეები არის. შენს დებზე.
ხო, აბა რო არ იყოს ეს ერთად ხო არ იქნებოდა. ამე არ შენს დებს ანუ ეჭვენობის საბაბს არ აძლევ. არა. ჩვეულებრივ ნორმალური არა. ნუ მესამედ არის პატარა 14 წლის სკოლის მოსწავლე. შენ დებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ანუ შენ როგორც ძმა უყურებ მათ თუ როგორც და? მე უყურებ თუ ისინი მიყურებენ. შენ. მე როგორ შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს? როგორც დათან თუ როგორც ძმა და? არა, როგორც დები. როგორც დები. მე შენს დებს საჭიროების შემთხვევაში როგორც ძმა გვერდში დაუდგები. ის მომხიბლავი და მიმზიდველია. ის მუდმივად გარშემორტყმულია თაყვანის მცემლებით. ის მოწონთ და უყვართ. მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ის მამაკაცია. შენი მშობლები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ შენ რომ არ გაჩენილიყავი. პროვინციელი ყმაწვილის სკანდალური გადაწყვეტილების აქამდე უცნობი დეტალები და პირველი ქართველი ტრანსექსუალის შოკის მომგვრელი სატელევიზიო აღსარება. ვინმე ცნობილ ადამიანზე იცი ისეთი რამ მისი გახმაურებაც საფრთხეში ჩაგაგდებს. სტერეოტიპების ხვევის რევოლუციური პროცესი თუ მორალურ ფასეულობათა წაშლილი ზღვარი. ტრანსექსუალები გეებზე გაბედულები ხარ? პესო თუ პესო. რითი დასრულდება 2 საწყისის ერთპიროვნული ჭიდილი. ნახეთ კესო აბრამიძის სიმართლის დრო. იმედზე ნანკა კალატოზიშვილთან ერთად. შენს დებს საჭიროების შემთხვევაში როგორც ძმა გვერდში დაუდგები. არა. ნახოთ. ეს პასუხი არის ერთ კითხვას დაგისვა. არ შეიძლება. ორი წუთი. სიმართლე. არის გვაგინდა და იმდენად დაჟინებული ზერა გაქვს. შენს მზერაში არ ვკითხულობ ქალის მზერას, მარტო ქალური მზერა არ გაქვს. რამე ხომ არ იცი ჩემზე ისეთი. არა, შენზე არაფერი არ ვერ გეცოდინება, მაგრამ მზერა მაქვს პოტენციური პერსპექტივა. მამაკაცური მზერა გაქვს, რაც უფრო სექსუალურ ხდის კი. ანუ მიხდება თუ არა? არა, გიხდება. მამაკაცური მზერა გაქვს. შეიძლება შენი ორიენტაციაც საეჭვოა რა იცი. გავჯდე ხო დეტექტორზე გადავამოწმო. ამას მე გავარკვევ, დღეს შენზე ვსაუბრობთ. და გინდა არ გინდა, მაგრამ შენს ოჯახზე უნდა ვისაუბროთ ისე. მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? დები გავარკვია. კარგი ურთიერთობა. შენ არა შენ მშობლები. ვიდანია ჩემი მშობლები? ჩემი მშობლები არიან ჩემი მშობლები. აი ბანშერენ თქვა, რა პროფესიის არიან? ვინ არიან? ჩემი პროფესია ზუსტად ანუ მთელი ცხოვრება მუშაობს ფოსტაში. ანუ მუშაობს? ელკავშირში. მამა ჩემი ისევე როგორც მე სტილისტია. მამა შენ და? სტილისტია როგორც მე. სტილისტი. შენ სტილზე არ უმუშავებ? ბავშვობაში კი მე აღარ ვენდობა. დედა შენს ეხმარებოდი რამით ბავშვობაში თუ? კი, ზამბო რაღაცაში. და ახლა? ახლა ნახო.
ვეხმარები რაღაც. არ ჭირდება შენ თაღმან. როგორ მაინტერესებს, აი მამა შენი იყო სტილისტი, ხო? პროფესია კარფიშვაში არ არის, მაგრამ აი შენს მიმართ როგორ დამოკიდებულება ქონდა ბავშვობიდან ეს ჩვეულებრივად აღიქვამდა? არა. ქონდათ რამე თქვა, ესე ნუ იქცევი, ესე ნუ დადიხარ. კი. ესე ნუ რამე პრობლემას ხედავდნენ ამაში. კი. ორივე? კი. სასწავლო ძალიან მკურნალო იყო. ხო. ეს ხარ კომიზაზე თბილისში ჩამოსვლა საერთოდ ოჯახი წამოსვლა. არა. თბილისში რომ ჩამოხვედი რას აკეთებ? როდის ხო. რამდენი წელია აქ ხარ? ალბათ 7 წელი. 7 წელი უკვე თბილისში ხარ. მუშაობ? ეხლა კი. რას აკეთებ? სამდელს აკეთებ დეჟავის მოდელი. მოდელი ხარ. ეცა რა თქვი რატო დადეს ეს საოცრად? გამუქებთ ეხლა ცოტა. არ ვამუქებ. მოდი დაგისვამ მეხუთე კითხვას. შენი მშობლები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ შენ რომ არ გაჩენილიყავი. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ერთადერთი კითხვა გაშორებს 400 ლარს. ეს არის გარანტირებული თანხა. შენ ფაქტიურად პირველი ტრანსექსუალი ადამიანი ხარ, ქართველი საქართველოში, რომელმაც გაბედა, მოვიდა და ეს თამამად აღიარა საერთოდ ბევრ რაღაცა. მართალი გითხრა, ბევრი რამე გვაქვს წინ. თქვენ თუ რამე კითხვა არ მოგეწონებათ, გაგაღიზიანებთ, მაგრამ მე ვეჭვმაქვს, რომ არც ერთი კითხვა არ გაგაღიზიანებთ, ეს ადამიანი იმდენად თამამია. შეგიძლიათ ღილაკს დააჭიროთ ხელი და კითხვა შეიცვლება. მოგწონთ თქვენი მეგობრის სითამამე? კი, ძალიან. საინტერესო მოსაუბრეა თქვენი მეგობარი. კი, ძალიან. ხშირად ხართ ხოლმე ერთად? ნუ შეძლებისაგვარად, როცა ვახერხებ. აუზე ყოფილ ხართ ერთად? კი. კომპლექსი არ გაქვს მასთან გახდის? არა. გაგიხდიან მის თანდასწრებით თუნდაც. შხაპის ქვეშ ერთად შესულხარ? მარტივ კითხვასო, ანუ შხაპის ქვეშ თქვა იყავით მისული აუზე, ხო? შხაპის ქვეშ ერთად შესულხარ თუ არა? არა, ეხა ერთად რატო შევიდოდით ერთი დუშის? გვერდიგვერდ კი. დაახლოებით ესეთი შხაპები აქვს. გამარჯობა, როგორ ხარ? არა, გვერდიგვერდ შეიძლება. ანუ სხვადასხვაში კი, მაგრამ ერთად არ შეიძლება. შეიძლება სიტახა, ნუ ნერვიულობ. ცუდს არაფერს არ გეკითხა, ვერ ხედავ რა დღეში არა, ნუ ხა მეთქი, ეგეთი რაღაცა, რა ვიცი. მოკლედ კომპლექსი არ გაქვს, ხო, მაგრამ შენ შეიძლება საერთოდ კომპლექსი გახდის. მეგობართანაც კი აუზი იქნება თუ რაღაც. არა, არა. თუ დააფიქსე, შენ ციტელს კამთან ხარ და ინერციით გეკითხები ამდენს მე მგონი უკვე. რა პრობლემაა? კარგი, შეგეშვები ცოტა ხანი შენს მეგობართან გადმოვამ. ჯერ პირველ რიგში არ მაინტერესებს. შენი ნამდვილი სახელი არის ბესო, იყო ყოველ შემთხვევაში. ახლა ხარ კესარია. ფანტაზიის ნაყოფ მეძე არ გეყო, რომ აი კესო არ გამხდარიყავი და ერთი ასო არ შეგეცვალა. მე სხვა სახელი უფრო მომეწონებოდა შენ. ანუ შენაც მოგეწონება, შენ დაირქვი ის, ანუ შენ ანუ მოგწონს კესო. ანუ თავარია მე რა მომწონს თორე, ხა ნანკას რა მოწონს, ჩემთვის ცოტა ისეთია რა. ნანკა შენთვის კი არ მოწონს, მე შენ ფანტაზიის ის მაინტერესებს. არა, ფანტაზიის უნარი შენ წამოვიდგინე ძალიან აი დიდი. ბესო კესო, ერთი ასო შეცვალე, ხო? ხო, იმიტომ რომ ესე მინდოდა რა. ანუ რატომ გინდოდა მაგას მეკითხები? ყურთან უფრო ახლოს არის. ანუ უცებ რო გაიხედო თქვა რეაქციები რომ არ გქონდეს თქვა რაღაც სხვა სახელზე თუნდაც. მე კესარია უფრო მომწონს. კესარია ვარ პასპორტით. პასპორტი კი, მაგრამ ურთიერთობაში აგირჩევნე კესო თუ კესარია? კესარია ნუ ესე. კესარია. შენი ცნობილ ადამიანებს იცნობ? აი საქართველოში ცნობილ ადამიანებს. პოპულარული შეიძლება ითქვას. ბევრს იცნობ? არა, ძალიან ცოტა ეს. ფლირტი არ გქონდეთ ცნობილ ქართულ მამაკაცთან ვინმესთან? ფლირტი? რა, შეიძლება რაღაცა.
ვინ არის შეიძლება გითხრა? ვის იცნობ ისთან მეგობრო? მართლა არა ერთი მეგობრების სახელებს არ იცი. რატო შენთან მეგობრობას ასირცხვილოა, რატო არ იდო? არა მეგობრებს არ გულისხმობ და მეგობრები. ხო მეგობრები ძალიან ბევრი ხალხი მიგეთა რომ გამომრჩეს გული დაწყდება გამიგეთ ამდენად მოდი აი მოდი ნუ დავწრემანდებით არ მინდა რომ ვიღაცას გული ვატკინოთ არა უბრალოდ ცალკე მე შეიძლება მოგიყვეთეთ რომ არ გვეყოფა ფაქტი აჩო ხო საღამოს მივდივართ სადღაც ხო გასაგები მოდი მაშინ პირდაპირ მეებზე კითხვას დაგისვათ და იმედია 400 ლარის ფლობელი გახდეთ ვინმე ცნობილ ადამიანზე იცი ისეთი რამ ვისი გახმაურებაც საფრთხეში ჩაგაგდებს. ვაუ, ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. იოცავს ეხარ გარანტირებული თანხის ფლობელი, ანუ 400 ლარის ფლობელი. მითხარ ახლა როგორ გზნობ თავს? არ შეიძლება. გადავიდეთ მეორე ეტაპზე თუ არ გადავიდეთ? მეორე ეტაპზე არის უფრო ნაკლები კითხვა და შენ შეიძლება გახდე 4000 ლარის ფლობელი. მე სამსახურში. გადავიდეთ. გადავიდეს? რა თქმა უნდა. თქვენ მიშიკო? შეგი რამდენზე ვარ? მე ძალიან თავხედი ვარ, ახლა უკვე მიშიკოს რო გეძახი. არა, მომწონს. მოგწო? შენგან კი. ძალიან. კარგია. მიშიკო, რა ვქნათ? 400-დან? 4000, კარგი. 4000. თან კესარიას არ აქვს პრობლემები. როგორც მამაკაცი რას იზავ, რას გვირჩევ? კესარიას მე მგონი საერთოდ არ აქვს არანაირი პრობლემები და. შენ გააქვს? ბატონო? შენ გააქვს პრობლემები? მე? მე საერთოდ. უდარდელი და უპრობლემო ხალხი ხართ. რა კარგია. მოკლედ ახლა გითხარი, მამაკაცი ამდენი ხანი ფიქრობდეს ვერ რა არის? შეგი 4000-დან გადავიდეს ზემოთ. არა, 400-დან 4000-ზე გადავიდეს. ესე რა. არა, ქალები მაინც ბევრად მაგრებივართ. მე რამდენადაც ვიცი, გადავიდეთ ახლა მეორე ეტაპზე და მინდა კითხო შენს პირად ურთიერთობებზე. მე რამდენადაც ვიცი, შენ ყავს, როგორ თქვა, მამაკაცი, boyfriends რო ეძახიან, მაგრამ შენ როგორც ვიცი, მას მეუღლეს ეძახი, ხო? ანუ ესეთი ურთიერთობა გაქვს. ესე მეძახის და ესე რო ეძახის. ესე გეძახთ, ესე ეძახთ. დიდი ხანია ერთად ხართ? კი. კი? ამდენი წელია? წელი თუ არა? 1 წელი. 1 წელია უკვე ერთად. და ცოტა მეტი შეიძლება. ბედნიერი ხარ მასთან? კი. მის ოჯახის წევრებმა თუ იციან თქვენი ურთიერთობის შესახებ და როგორ მიგიღეს საერთოდ? თუ ვერ მიგიღეს? ვიციან კი. მშობლებს იცნობ შენი მეუღლე დავარქვა ხო? ალბათ ეწყინება boyfriend-ი რა ვთქვა? კი. იცნობ მშობლებს? და ძმა ყავს? ჰა? ეს მშობლებს თემე. და რა სფეროში მოღვაწეობს შენი მეუღლე? ვინ არის პროფესიით, რა წარმოადგენს, ან რა ხელა ასაკით? ოცხონების სპეციალისტი. შენზე უფროსია? კი. სახელს და გვარს არ იტყვი? რა მნიშვნელობა აქვს? არა. არა, ნუ მე ესე გაკითხები, არ გაძალებ არაფერს. თუ გია ნუ იტყვი. არ არის პრობლემა. შენს მეუღლე დავარქვათ, კარგი. შენამდე ყოლია ცოლი. ოჯახი ყოლია, შვილი თუ ყავს? კი. შვილი ყავს? კი. გოგო ბიჭი? გოგო მე რა ვიცი. არის, და არ გაქვს შეხედვა თქვა შვილთან. ნარგინა რო გაიც. თქვენ შვილი რომ მოგინდათ რა უნდა გააკეთოთ? თუ მოგვინდება გვეყოლება. ან ჯერ არ ხარ რომ ჯერ ოჯახი შექმნათ, ხო? ოჯახი სრულფასოვანი. არის სრულფასოვანი შვილი. ჯერ არ მეჩქარება ერთად, არ ვჩქარობთ. სწორსაც აკეთებ, ჯერ ერთმანეთის ურთიერთობები უნდა გადაამოწმო.
მე დაგისვა ხო მეორე ეტაპის პირველი შეკითხვა და ზოგადად ეს მეშვიდე კითხვაა. კარგი. ნუ ნერვიულობ. არა, არ ნერვიულობ უბრალოდ. მე მივხვდი შეყვარდა პირადზე არ გიყვარს საუბარი. ხა. ალბათ. მაგრამ შენ სიმართლის დროში. ნუ დაგისვა მეშვიდე შეკითხვა. შენს მეუღლეს უთქვამს რომ შენთან უფრო კარგი სექსი აქვს ვიდრე ყოფილ მეუღლესთან. სტერეოტიპების ხვევის რევოლუციური პროცესი თუ მორალურ ფასეულობათა წაშლილი ზღვარი. ტრანსექსუალები გეებზე გაბედულები ხართ? პესო თუ კესო. რითი დასრულდება ორი საწყისის ერთპიროვნული ჭიდილი. ნახეთ, კესო აბრამიძის სიმართლის დრო. იმედზე, ნანკა კალატოზიშვილთან ერთად. შენს მეუღლეს უთქვამს რომ შენთან უფრო კარგი სექსი აქვს ვიდრე ყოფილ მეუღლესთან. არა. არა. ეს პასუხი არის სიმართლე. ძალიან კარგად მიდიხარ წინ. მე კი ვიცი, მაგრამ აი შენი განმარტება მაინტერესებს ზოგადად, ან თუნდაც გინდა მიშიკოს კითხოთ. მიშიკო, რა განსხვავებაა ტრანსექსუალებსა და გეებს შორის, იცი? აბსოლუტურად სხვადასხვა სახეობაა. ვიცი, მაგრამ მიშიკოს განმარტება მაინტერესებს. ვერ გეტყვით. აი ვერ მეუბნება, ხედავ? კესარია, აუხსნად მიშიკოს. მაინტერესებს. გაინტერესებს. სწორი კითხვა დავსვეს. კესარია. მიშიკო განმარტება. აბსოლუტურად სხვადასხვა სახეობაა და შედარებაც არ შეიძლება. ანუ სხვა სისტემა, ნუ გეია, ტრანსექსუალი სახელი სხვადასხვა. ხო და აი როგორც სახელები განსხვავდება. ცნებები არის სხვადასხვა. როგორ? და შენ მარტო სახელების სხვაობას მეუბნები, რაც ის მიშიკომაც იცის, მაგრამ არ იცის არსობრივი, ანუ რა განსხვავებაა? ამას ტრანსექსუალი ხალი არის. და გეი არის მამაკაცი, რომელსაც იზიდავს მამაკაცი, არა? ვისთვის უფრო ადვილია საქართველოში ცხოვრება? ტრანსექსუალისთვის თუ გეისთვის? ადვილი ერთადისთვის არ არის, მაგრამ ალბათ გეისთვის. ჩემთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივია, როგორც ყველა ადამიანს. უბრალოდ უფრო მეტი ყურადღების ცენტრში უფრო მეტ ყურადღების ცენტრში ხარ. ჩვეულებრივი ხალებისგან განსხვავებით. შენი პროფესიიდან გამომდინარე თუნდაც. კარგი. მოდი დაგისვავ მერვე შეკითხვას. ტრანსექსუალები გეებზე გაბედულები ხართ? გეი. ეს პასუხი არის სიმართლე. შენ თქვი რომ რაღაც პრობლემაც არ მაქვს, ხო? რაღაც მარტივად ცხოვრობ. გეებისგან განსხვავებით ყოველ შემთხვევაში.
საერთოდ არ შექმნია რამე პრობლემა შენ სტატუსის გამო თუნდაც. მაგრამ თბილისში იმდენად პატარა აუცილებლად გახმაურდებოდა, აუცილებლად ან დაწერდნენ ან რაღაცა, ყველა ვარიანტი. არასდროს ჩემი ყოფითიც არ ქონია, არ მაქვს საუბარი თქვა. მეზობელთან თქვა რაღაცა ნაცნობთან მაღაზიაში, უცხოსთან ქუჩაში. რამე პრობლემა თქვა. არა კონფლიქტი და ანუ რას გულისხმობ? ანუ შენ აი თქვა თუნდაც იმის გამო როგორც ხარ, მაგრამ მე დარწმუნებული ყოველს არა. პირიქით მოწოხა. პრობლემებია? თვალს გაყოლები. ანუ კონფლიქტური სიტუაციები არ ქონია. ან ვინმეს ხომ არ უკრძალავენ შენთან ურთიერთობას, მეგობრობას. თქვენს ოჯახებში პრობლემები არ ქონია, ხო, უკაცრავ. მოკალთ გეტყვი და სანამ ვიღაცა გამიცნობს, ანუ აი გადაცემით როცა ჩემზე ეუნებიან, აი გონიათ რომ რაღაცა ანუ სხვა პარა, უცხო პლანეტელი. მე არ მგონი ხარ როცა ახლოს ანუ არის კატეგორია ის შენზე არ მაქვს საუბარი. არის კატეგორია და აი როცა მიცნობენ უკვე ახლოს ხვდებიან რომ არა, ძალიან მოუწყვილდი, ანუ სულ სხვა სისტემასთან. მაგრამ შენთან ხო არ ყოფილა ოჯახში ამე პრობლემა თქვა, თუნდაც კესოსთან მეგობრობის არ ესმის მისი. ზოგადად პრობლემა არის ასეთი სამწუხაროდ. იცი რა არის? არანაირად, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მეგობარი და მე მენდობია სახში შენთან. არა, ხშირად არა, იმიტომ რომ იმდენად ისეთი გრაფიკი გვაქვს დაუშვების. შენც მოდელი ხარ? კი. რომ ან გადაღება გაქვს ან ის არის, ანუ ვერ ახერხებ, რომ ელემენტარულ შეიძლება ვნახოთ ქუჩაში ან ბარში. როგორც მოდელი ჯობია. არ ვიცი, ისიც რა არის ჩვენ შორის რაღაცა ისეთი განსხვავება, რომ ისეთი გარეგნობა აქვს, კი, აი ესეთი სექსუალური და მიმზიდველია თვალში ხდება მომენტალურად, გავლა ვნახე, 10 ბალიანით 10 ბალს ვაძლევ. აი შენ როგორი ხარ? მართლა. ჩვეულებრივ. შენ ხარ ჩვეულებრივ და შენ ხარ არაჩვეულებრივ. ესეთი უკომპლექსო არა, აი გახსნილი როგორც კესო, ეგეთი არ ვარ, მაგრამ ჯობია კი. ჯობ, აი აღიარა. მე რაიწვია ბაბელჩოქი. ბევრი საუბრის შემდეგ. მოდი ახლა მე გადავამოწმებ ჩვენს მონაყოლს საერთოს დეტექტორზე. შენ ყველა კითხვა იცი? ერთ-ერთი არის აი ახლა მეცხრე კითხვა. ყოფილა შემთხვევა, როცა ტრანსექსუალობის გამო ღამის კლუბში არ შეგიშვეს? იყო ერთხელ. ეს პასუხი არის სიმართლე. წარმატებული ციფრია შენთვის, მინდა გითხრა, 2 კითხვა დარჩა და გახდები 4000 ლარის მფლობელი. აი ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად 2 წუთის წინ, გქონდეთ რაღაც პრობლემები. რატო არ შეგიშვეს? არ ვიცი, ნუ ძირითადად როგორც ხდება ხოლმე. გავიწროვებ საქართველოში? არა. დიდი ამბავი ერთხელ მეც არ შევიშვეს. არა, ისე სასიარული ისწავლე ასე და შეგიშვეს. არა, იცი რა მომენტია, ძირითადად როგორც ხდება ხოლმე კლუბებში ცოტა ისეთი ბიჭები ყავთ რა ქვია. აი რაღაც ჩამოსული და ისეთი ცოტა ჯანიერი ბიჭები და აქედან გამომდინარე, რატო თვალებში ვერ შეხედე ისე როგორც ახლა მე მიყურე? არა, ხშირ შემთხვევაში არა. ეგ იყო ერთადერთი მომენტი დაახლოებით 3 წლის წინ, მაგრამ ალბათ არ მქონდა ის ხივი იმ დღეს, თორე შემიშვებდა ალბათ. არ ნუ აი სულამაზე ყველა კარგად. ჩვენ შემთხვევაში ამას ვეც. ხო და აი გვიგულისხმე მხოლოდ და მხოლოდ. მართლა ყველა კარგად. ნახოთ შენი სილამაზე სადამდე წაგვიყვანს, რა თანხით წავალთ აქედან. მოდი ისევ შენს მეუღლეს დაუბრუნდეთ. ღამის კლუბში მეუღლის გარეშე წასულ ხარ? რაც ერთად ვარ, არა. ანუ სულ ერთად ხარ. რამდენად ერთგული ხარ? ზოგადად. ძალიან ერთგული ვარ, ვიცოდი. ნუ ფაქტობრივად მე თუნსიამონსა ყველა ჩემი ნაბიჯი იცის აბსოლუტურად. ან ჩვეულებრივად
ესე ტელეფონს ყველაფერს უყვები. აქ ვარ იქ გადავედი. ის თუ გიყვება. კი. ან თქვენ არ ენდობით ერთმანეთს თუ პირიქით ისე გიყვართ ერთმანეთი რომ ფაქტურად ვერავის ვერ ხედავთ ზოგჯერ გავიწლებთ სამყაროში თუ კიდევ ვიღაცა ხვებით არიან. თავგადასავალი ბევრი გქონია. ინტიმური თავგადასავალი თუნდაც ჩემი მეუღლის გაიცნობამდე. რაღაც თავგადასავლები კი მქონია. ეს ხო არ არის ის, რასაც მე ვიძახდი პირველი ეტაპის დროს, რომ რაღაცები ვიღაცებზე იცი და ეს საფრთხე შეგიქმნეს. არა? არა. არა? კარგი. მოდი დაგისვამ მე-10 შეკითხვა. შენი ქმარი უფრო მეტად ეჭვიანობს ვიდრე შენ? ჩამეცრდა. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ერთადერთი კითხვა გაშორებს 4000 ლარს. ძალიან კარგად მიდიხარ. და რაღაცა განსხვავებული როგორ ძახიან ხო? აიდის კითხვა. იცი აიდი რა? ნუ ხო ხვდები რასაც გულისხმობ. სასმელი გიყვარს? არა. არ სვა. შენს მეუღლეს უყვარს? კი. მოლხენ, აი მე მივხვდი რომ კლუბები გიყვარს. რესტორნები თუ გიყვარს, ეს ქართული რესტორნები. ამა პაპურს რო ეძახიან. იქიდან გამომდინარე საჭმელები მიყვარს. შენ გიყვარს ჭამა? კი, მაგრამ ნუ აი რა გიყვარს ყველაზე ძალიან? კარგით მომავალ. ქართული საჭმელებიც მიყვარს. ძირითადად მიყვარს სუპები და სუპები? წვნიანი ეს ფიჟდები, აი მაფანატებს. აი ქართული სამზარეულოდან რა გიყვარს ყველაზე მეტად? რავი, ქართული სამზარეულოდან რა არის ესეთი რო აი ხო რა, ჩაქაფული ხაშლამ რაღაც. არა, ეს არა. ესთეთი ხარ შენ არ ჭამს რაღაც. ხაში არ გიჭამი არა? არასოდეს. იცი საჭმლის კეთება, კერძების მომზადება? კი. ორი რაღაცის. ორი რაღაცის ისი? სუპის და ბორშის. ისი? ბორშის? მეტი არა, ვერ ვისწავლე. ვიაწე ვისწავლე. შენ მეუღლესა პრობლემები არ გაქვს, რომ შია რამე გამიკეთე და სუდად იხარ სადღაცა ჭამს სხვაგან. მიირთმე თუ კაც რა. ნუ ხან ისე, ხან ასე და ხან სუპით ვატყვილებ ხოლმე. სუპრად ხშირად ყოფილ ხარ? სადღეგრძელებს რო სვავ? კი. ესეც დაგიყვარს ესეც სუპრები და დისკომფორტს განიცდი ხო? გაჩნია, მე იქიდან გამომდინარე რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. ნუ ხან რაღაცა, ხან ანუ ყველაფერი მომწონს განსხვავებული რა. ყოველი დღე ერთმანეთს არ უნდა გავდეს ჩემს ცხოვრებაში და ყოველთვის ვცდილობ რომ არ გავდეს. აქედან გამომდინარე, იქაც მომხდარა ძალიან ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, კულტურულ სიტუაციაზე, ანუ ყველგან რა, ანუ ყველაფერი მაინტერესებს ცხოვრებაში. მოდი, გადავიდეთ მე-11 კითხვაზე. თუ შენ ამ კითხვას მართალ პასუხს გასცემთ, ან აი ამ სფეროდან არის 4000 ლარის მფლობელი გახდეთ. მე-11 კითხვა. მანდილოსნების სადღეგრძელოს შემდეგ სამადლობელს ეხდი. კი, ვიხდი. და ჩემი თამადობით სამადლობელს ეხდიან. კი. შვენიერ. ეს პასუხი არის
ვთამაშებ, თუ შეიძლება ამას თამაში დავარქვათ, არაჩვენებად თამამი ხარ. შვენივად მიდიხარ წინ და მე უხერხულება კიდეც რომ მკითხო, გადავიდეთ თუ არა მესამე ეტაპში. რომ კითხები პრინციპში ისეთი სირთულის იყო, რომ შენთვის რამე სირთულეს თუ წარმოადგენს, ვეღარ ხვდები. ორ წამს გაზრდა დაფიქრდე. არა. ფანტასტიკურად მიდის წინ. თქვენ გაქვთ თან ღილაკის დაჭერის უფლება კიდე? არა, ეხლა არა. კითხებიც არ მოგეწონებათ? არა, აქამდე მინდა ეხლა რა უჩიო. აქ ვინათ რომ მორჩეს? რო უჩიო. კარგი. მე მგონი თასარკული არ გავაგზელებ. აი, კარგი, მაინც უსხვა. არ ღირს. მეც გაგრძელებას ვფიქრობ, თქვენ რას მიჩნევთ? არა, არ ღირს, არ მოდი აპლოდისმენტებით მივხვდეთ. გააგრძელოს? აპლოდისმენტები რა თვაშია? შენ როგორ ვფიქრობ? არა, არ შენი გავაგრძელო. ხილვა დაუჯეროთ მაშინ, მიშად. დამიჯერე, არ გააგრძელო. დაფიქრდით კარგად. ის აზარტულია ის ფიქრებს და გააგრძელა. მეგობრებო, შემად გაგძლევ, არ გააგრძელო. შავები მაცხოვრებელია. არა, არ გავიგე. ეს არია. დამიბრუნდი. საბოლოო კომენტარს. კარგად მივდიოდით. მესამე ეტაპი არის 4 კითხვისგან შედგება სულ მხოლოდ და მხოლოდ. შენი გადასაწყვეტია. მოგების შემთხვევაში გაქვს 10000 ლარი. თუ კი მოიტყუე 400. საბოლოოში სიტყვა არის შენი. იქ გავარკვევთ. აი ბოლოს სიტყვა ჩემი ქმრის ძმაკაცით არის ბახოდი და შენი ქმრის მეგობარი რომელია? გავხნა ბოლოს სიტყვა მითხარი და არ გააგრძელო. იქიდან მე გავდივარ. ვერაფერს ვერ დაგაძალებ. უბრალოდ გეკითხები, გავაგრძელოთ თუ არ გავაგრძელოთ? არ გავაგრძელებ. ეს შენი საბოლოო გადაწყვეტილება. ხა. 4000 ლარი გაკმაყოფილებ. და გავაკეთე. ავეშავეთ მეგობრებო. ეს არის ამ გადაწყვეტა რომ არ გააგრძელოს. კითხო კიდევ ერთხელ საბოლოოდ. კი თუ არა? არა. არა. რა გაეწყობა? არაჩვეულებრივად ითამაშოთ 10000 ლარის მფლობელი გაქვთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოგზაურობისთვის. ბევრი საინტერესო რამ საკუთარ თავზეც კი გავიგებ მეგობრებო. წინ მქონია ყველაფერი. დიდი მადლობა. მეცადე ყოველთვის გამოიყურებოდეთ. კარგად.